პარტიის შიგნით განხეთქილებაა და ქართულ ოცნებას ბევრი წევრი დატოვებს. ეს განცხადება 11 სექტემბერს კოალიცია ქართული ოცნების შიდა პარტიული სხდომიდან გამოსულმა გოჩა ათოშვილმა გააკეთა. ყოფილი წევრ სხდომაზე საკუთარი აზრის გამოთქმის საშუალება არ მიეცა, სწორედ ამიტომ მან შეხვედრა დატოვა. მინდოდა დამიფიქსირე ჩემი აზრი, რომ აი მეც ვიყავი ამ პარტიის წევრი, გული და სულით მინდოდა დავჩენილიყავი ამ პარტიაში, მაგრამ იძულებული გავხდი წამოსულიყავი რეგულარული თვითმმართველი ორგანოების დროს იმდენად რამდენადაც დღეს ვინც არის თუნდაც ქალაქის მერი და ის ხალხი ვინც დაკომპლექტდა ქართული ოცნების მხრიდან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები ჩემთვის მიუღებელი ადამიანები იყვნენ. 11 სექტემბერს კოალიცია ქართული ოცნების მიერ გამართულ შეხვედრას ახალციხეში ძველი და ახალი წევრები ესწრებოდნენ. ყრილობა მედიისათვის დახურული იყო. ხმაურის სხდომაზე პარტიის წევრისა და ახალციხის მუნიციპალიტეტის ბაღების გაერთიანების ყოფილი ხელმძღვანელის ნანა გელაშვილის განცხადებამ გამოიწვია. ჩემი სამსახურიდან თავისუფლების თაობაზე მაგ საკითხებმა შევთხოვა პარტიულ საკითხს არ ეხებოდა. მე რასაც დავობ სამსამართლოში იმ საკითხზე გავაკეთე ის რომ რატო დამაწერდეს განცხადება და გამიშვა სამსახურიდან. შეხვედრას ქალაქის მერი გაუძღვა, თუმცა რა საკითხები განიხილეს ყრილობაზე, რატომ გახდა საჭირო არჩევნებამდე 1 წლით ადრე სხდომის ჩატარება და რა დავალებები მიიღეს კოალიციის ხელმძღვანელობიდან პარტიის ადგილობრივმა წევრებმა, ამის შესახებ გიორგი კოპაძე არ საუბრობს. ბატონაკია, შეხვედრასთან დაკავშირებით რო გითხრათ, რა საკითხები განიხილეთ, რა მოხდა? ორი სიტყვით რა გითხრათ? დახურული შეხვედრის დეტალებზე მედიასთან კომენტარი არც კოალიციის ინფორმაციული უზრუნველყოფისა და მონიტორინგის სამსახურის წარმომადგენელს გაუკეთებია. თუმცა დიმიტრი ლეჟავამ განაცხადა, რომ ქართული ოცნების ახალ და ძველ წევრებს შორის დაპირისპირება არ არსებობს და ძირითად საკითხებში ყველა წევრი ერთსულოვანია. რა პარტიაურად გაყოფილი? რატო ხუთად არა? რა ვიცი, რამდენი კაცისა იმდენადაა გაყოფილი. ყველას თავისი აზრი აქვს, მაგრამ ჯამში ერთი პარტიაა. ეხლა ყველა ერთობლივად აკეთებს ქართული ოცნება მობილიზაციას, რომ ერთად ვიბრძოლოთ გამარჯვებისათვის. ანუ ვინც მაშინ პარტიაში იყო ყველა შეიძლება. კი, ყველა ძველი და ახალი, ყველა სრული, რა თქმა უნდა, ესეა საქართველოა და ესე ხდება ესე. ვაკეთებთ იმას, რომ ყველა ძველი და ახალი ძალა დადგეს ერთად და ერთად გავწიოთ ჭაპანი. ქართული ოცნების ახალი და ძველი წევრების შეხვედრა 3 საათის განმავლობაში გაგრძელდა. შეხვედრის მონაწილეებმა ადიგენის მუნიციპალიტეტში გადაინაცვლეს, თუმცა შეხვედრა მედიისათვის აქაც დახურული აღმოჩნდა.